მდინარე ვერეს ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოები შეჩერებულია, მას შემდეგ წვიმის შესახებ ექსპერტებმა პროგნოზი გააკეთეს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურს, ესაუბრა ჩემი კოლეგა ოთარ გიორგაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. ოთარ, როგორი არის მინისტრის პოზიცია, რას აცხადებს ვახტანგ გომელაური? ვერეს ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენიმე წუთის წინ მოვიდა, როგორც უკვე აღნიშნეს, შეჩერებული ამ დროისთვის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სტიქია. ტერიტორია დატოვეს ასევე მოხალისეებმა, ამის მიზეზად დასახელდა მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რადგანაც დედაქალაქის გარკვეულ ნაწილში უკვე ძლიერად წვიმს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ნალექი ამ ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი შეჩერდა სამძებრო სამუშაოები და მოხალისეთა საქმიანობა იმ ტერიტორიაზე, სადაც როგორც მოგესწრებათ, ბოლო ორი დღის მანძილზე სტიქია მძვინვარებდა. ინფორმაცია შემოვიდა, რომ შეიძლება წამოვიდეს ნალექი არა იმ დოზის, რაც მოხდა 2 დღის წინ, რაღაც მცირე დოზის, თუმცა ჩვენ მუშაობთ როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვერის კალაპოტებთან მუშაობთ ახლო, ასევე მაშველები, ასევე მოხალისეები იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა დოზით შეიძლება გამოიწვიოს მდინარე ვერეს დონის მომატებამ და აქედან გამომდინარე რაიმე პრობლემა საფრთხეობა შექმნოდა, კრიზისების მართვის საბჭომ მიიღო გაწყვეტილება, რომ დაეტოვება გამოგვიყვანა ხალხი დროებით, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. და ეს გაწყვეტილება მიიღო და ჩვენ რა თქმა უნდა შევასრულეთ, გამოვიყვანეთ. ეს 1 საათი გაგრძელდება, 2 საათი თუ 3 საათი, ამას ვერ გეტყვით ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ველოდებით სინოპტიკოსების ინფორმაციას ისევ და ისევ, ეს წვიმა ღრუბელი გადაივლის თუ გაჩერდება, აქ პრობლემა არა თბილისში, რომელსაც ჩვენ უყურებთ, არამედ სათავესთან, ვერის სათავესთან და ახლომდებარეთ, რომ ნალექი აწამოდეს დიეთო, რა თუ წამოვა ნალექი, ამის პრობლემა არ იქნება არანაირი. აქ არის ისევ სათავესთან, იმიტომ რომ ჩამოიშალა, ესე ვთქვათ, დამცავი ბოგირები ვერის და მდინარე ვერის და აქედან გამომდინარე პრობლემა შეიძლება შეიქმნას კიდევ რაღაც მცირედი. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა 7 საათზე გუშინ როგორც ვზანეთ პატრონო პრემიერმა მიიღო გაწყვეტილება, დილის 6 საათიდან დაწყებული იყო სამუშაოები, დილიდან დაიწყო უკვე 7 საათიდან დაიწყო აქტიური მუშაობა ყველა სამსახურებმა, იქნა 2 გარდაცვლილი აღმოჩენილი და ეს რიცხვი გაიზარდა 17-მდე და დაკარგული ყავს დღესდღეობით 5 ადამიანი. ისე რომ კიდევ მინდა საგანგაშო და საპანიკო არაფერი არ არის. ხედავთ, მეც აქვს ბრძანებული, ბატონი პრემიერის აგერ მობრძანებული აქვს ბრძანდება, საშიში რო იყოს ნამდვილად, დაცვა არ მოიყვანა და ბატონ პრემიერს აქვს. სტიქიას დედაქალაქში 17 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ცხედარი მზიურის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და ისინი ცდილობენ, რომ აღმოაჩინონ ის 5 დაკარგული ადამიანი, რომელიც სტიქიის შედეგად მზიურის ტერიტორიაზე დაიკარგა. ოთარ, ჩართვის დაწყებამდე მე მგონი არ წვიმდა, ეხლა ჩვენ კაცში ვხედავთ, რომ წვიმა დაიწყო. პროგნოზის გაკეთებაში ალბათ გაგიჭირდება, მაგრამ მკვეთრად შეიცვალა ამ წუთების განმავლობაში მეტეოროლოგიური პირობები, როგორ ხედავ? შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც ჩვენი პირდაპირი ჩართვა დაიწყო, ამინდი მკვეთრად გაუარესდა და მარცხებობს ინფორმაცია, რომ დედაქალაქის გარკვეულ უბნებში უკვე ძლიერად წვიმს, თუმცა ჯერჯერობით სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა, ძლიერად არ წვიმს. დიდი მადლობა, ეს იყო ოთარ გიორგაძე, რომელიც გმირთან მოვიდნენ გორთვებოდა პირდაპირ ეთერში.